მოგესალმებით. დღეს გავაგრძელებთ GeoGebra-ს ელემენტების შესწავლას, გამოვიძახოთ იგი და გავაკეთოთ რაიმე პრაქტიკული ამოცანა. კერძოდ, თქვათ, წარმოებულის ფუნქციის წარმოებულისა და ინტეგრალის გეომეტრიული შინაარსი გავიხსენოთ და მოვახდინოთ მისი ინტერპრეტირება GeoGebra-ს მეშვეობით. ავიღოთ რაიმე ცნობილი ფუნქცია, თქვათ, კვადრატული დამოკიდებულება x კვადრატი. ავტომატურად GeoGebra ააგებს ამ ფუნქციას და სახელი თვითონ შეარჩია, მაშინ ფუნქცია გვაქვს f(x) უდრის x კვადრატს. x კვადრატის წარმოებული, მაშინ ამ ფუნქციის წარმოებული მოგეხსენებათ არის 2x. მოდი ვაპოვნინოთ იგი ამ ჩვენ პროგრამას. შეგვიძლია დავწეროთ ესე. მაგალითად, მაშინ აი აქ რომ ნახოთ ფუნქციების ჩამონათვალი. აი ყველა ფუნქციები ჩავათვალიეროთ და ძირითადად ფუნქციები ქართულად არის, მაგრამ მე გირჩევთ, როდესაც მუშაობთ მაშინ ფუნქციების გამოყენებასთან, გიცეთ ფუნქციების გამოყენება, გადავხედეთ ინგლისურ ენაზე, რადგან ანალოგიური ფუნქციები შეგვხვდება შემდგომ ბევრ დაპროგრამების ენებში და ამიტომ ჯობია აქედანვე მიეჩვიოთ მან დასახელებას. აი წერია ხა წარმოებული და ქართულად უნდა ავკრიფოთ წარმოებული ფუნქციისა f(x). მაგრამ გადავიდეთ ინგლისურ ენაზე. ფუნქციების გამოყენების დროს ჯობია რომ გადავიდეთ ინგლისურ ენაზე. შემდეგ ისევ დავუბრუნდეთ საჭიროების შემთხვევაში ქართულ ენას. მაშინ აგერ მოდი ყველა ბრძანება ავირჩიოთ და წარმოებული თან ინგლისურსაც გვეცვენება ინგლისურად როგორ არის წარმოებული და შესაბამისი ტერმინები მაშინ. აგერ აი დერივატი. თუ რაიმე ფუნქცია გაინტერესებთ დეტალურად, შეგიძლიათ მაშინ ონლაინ რეჟიმში გადახვიდეთ და ნახოთ ამ ფუნქციის განმარტება. სამწუხაროდ მხოლოდ ინგლისურ ენაზეა. მაშინ ეს ფუნქცია აგერ როგორც აქ წერია, მაშინ ახდენთ ფუნქციის წარმოებულის პოვნას. ეს არ გვჭირდება ახლა, მაშინ ავკრიფოთ. საკმარისი პირველი ორი ასო ავკრიფოთ. სწორად და გამოჩნდება ყველა ის ფუნქციები, რომელიც ამ ასოთი იწყება და ჩვენ გვინდა აი ფუნქციის წარმოებული. თან აქ მრავალი შემთხვევა არის და ჩვენ გვინდა ფუნქციის წარმოებული. ავიღოთ ჩვენ მოვიმჩნევთ ფუნქცია, ჩვენ ამ შემთხვევაში ეს არის ფუნქცია f-ი და გვიჩვენებს მის წარმოებულს. ეს ვიცოდით, ადრეც ამ x კვადრატის წარმოებული არის 2x. მოდი შევთვალოთ მისი თვისებები. თვისებები კერძოდ გავხადოთ ლურჯი ფერის. ახლა ავიღოთ მოდი ინტეგრალი, ესეც დავჭირდება, მაშინ ინტეგრალი ამ ფუნქციიდან, მაშინ ინტეგრალის დასახელება არის in, გამოჩნდა კიდევაც, სხვადასხვა ბევრი ფუნქცია, 1-3-ად მივუმატოთ, რომ სწრაფად ვნახოთ, მაშინ აი ინტეგრალი ფუნქციიდან ეს იქნება მაშინ განუსაზღვრელი ინტეგრალი. გარდა განუსაზღვრელისა არსებობს მოგეხსენებათ განსაზღვრული ინტეგრალი, ამაზე მის ინტერპრეტაციაზე თუნდაც გვექნება საუბარი. ავიღოთ ინტეგრალი მაშინ ამ ფუნქციიდან, თქვენ იცით, იმედია მაშინ x კვადრატიდან ინტეგრალი ეს არის x კუბი შეფარდებული 3-თან პლუს ნებისმიერი მუდმივა მაშინ. ავიღოთ მაშინ ფუნქცია f-ი
f-ი და აგეო კიდევაც ინტეგრალი, მაშინ ეს არის x კუბი მე-13 მომსახით გამოიტანა და ის შეცვალოთ მისთვის სერვებიც მაშინ. ის იყოს წითელი ფერის, წითელი ფერის. ან მოდით სიცხადისათვის მოდი შევცვალოთ. შევძლებათ და დავაც გაბუნოთ. ან და უკვე ჩვენ ინტეგრალი გვაქვს, მოდი პირდაპირ ფუნქცია შევიტანოთ. ვიცით რა მისი მნიშვნელობა, ფუნქცია იყოს მას x-ი კუბში და გაყოფილი 3-ს. არა მანქანას გამოვთვლით, არამედ პირდაპირ ჩვენ ცხადია იგივე ფუნქცია გვექნება მაშინ. ახლა გამოვთვლოთ დროებით ეს ფუნქციები წარმოებული და ინტეგრალი გამოვთვლოთ და ავიღოთ ნებისმიერი წერტილი ამ გრაფიკზე. ესე იგი მიმდინარე წერტილი, ვთქვათ, ავიღოთ წერტილი და ავიღოთ ამ გრაფიკზე. ეს წერტილი რომ ამ გრაფიკზე გვქონდეს, საკმარისია გავატაროთ ისა და მართლაც აი წერტილი გაერბენს ამ გრაფიკზეა მოთავსებული, მისი კოორდინატები აგერ არის მოცემული. წერტილის კოორდინატები ან GeoGebra-ში გამოითვლება შემდეგნაირად. თქვა თუ მოცემულია A წერტილი, მისი კოორდინატები იქნება, შეიძლება ჩაიწეროს ესე x ფრჩხილებში a, მძიმე ფრჩხილებში y, ფრჩხილებში a. მაშინ x და y-ი გვაძლევს შესაბამისად აბსცისსა და ორდინატას. ხა ეს ფაქტი გამოვიყენოთ და მოდი ჯერჯერობით გავავლოთ მხები A წერტილში ამ გრაფიკისადმი, ამ ფუნქციისადმი. ეს ფუნქცია ამ GeoGebra-ს გააჩნია. მოდი გადავიდეთ ისევ ქართულზე და აი აქ გვაქვს მხები, ესე იგი მხები და ჩავთოთ დახმარება ჩავთოთ, აგერ როგორც ადრე გქონდა. აჰა. მხების გასავლელად უნდა მოვნიშნოთ წერტილი, შემდეგ წრეწირი, მას მხები შეიძლება წრეწირის მიმართ გაივლინოს, ან კონუსური კვეთის მიმართ, ან ფუნქციის მიმართ. მაშინ ჩვენ შემთხვევაში ახლა აქტიურია ესა, ავირჩიოთ ეს წერტილი და ამ ფუნქციის მიმართ გაავლოს მხები. აი მივიღეთ ფუნქციის მიმართ მხები მოცემულ A წერტილში. მოდი ახლა გავიხსენოთ წარმოებულის გეომეტრიული შინაარსი. მოცემულ წერტილში ფუნქციის მიმართ გავლებული მხების მიერ x ღერძის დადების მიმართულებასთან შედგენილი კუთხის ტანგენსი რიცხობრივად რთულია ამ წერტილში ფუნქციის წარმოებულისა. ესე იგი ტანგენსის შედგენილი კუთხის ტანგენსი რიცხობრივად რთულია ამ წერტილში ფუნქციის წარმოებულისა. ეს დახრის კოეფიციენტი ეს ალფა, რომელსაც ადგენს მხები x ღერძის დადებით მიმართულებასთან, აქ GeoGebra-შიც არის ასახული და მოდი გამოვიყენოთ ეს ფაქტი. აგერ აქ არის დახრის კოეფიციენტი. აღნიშნოთ ესა დახრის კოეფიციენტი და რო გავიგოთ მაშინ თურმე წრფის დახრის კოეფიციენტი უნდა დავაწყაპნოთ ამ წრფეზე, რომლის დახრის კოეფიციენტიც გვაინტერესებს. დავაწყაპნოთ და მართლაც მივიღეთ მაშინ დახრის კოეფიციენტი. დახრის კოეფიციენტი არის ესეთი მართკუთხა სამკუთხედი რო განვიხილოთ, მოპირდაპირე კათედი შეფარდება მიმდებარე კათედთან. ეს არის ამ კუთხის ტანგენსი და რადგან მიმდინარე კათედი ერთი სწორია, მაშინ რიცხობრივად ამ წერტილში წარმოებული
ტოლი იქნება ამ კატეთის სიგრძის, ანუ ამ შემთხვევაში m-ისა და ეს აისახა კიდევაც აგერ აქ m არის 2.72 მიასვეტი. მაშინ m რიცხოვნული ტოლია 10 წერტილში ფუნქციის წარმოებულისა. გამოიყენოთ ეს ფაქტი და ავაგოთ წერტილი, მაშინ რომლის აბსცისა იქნება 10 წერტილის აბსცისა, ხოლო ორდინატა იქნება ამ წარმოებულის მნიშვნელობა. ესე იგი ავაგოთ წერტილი. წერტილის ასაგებად უნდა ჩვენ მრგვალი ფრჩხილები და მივუთითოთ აბსცისა, რომელშ შემთხვევაში მაშინ 10 წერტილის აბსცისა ეს იქნება მაშინ x კოორდინატა 10 წერტილისა და აბსცისა იყოს m ნიშნულობა, რომელიც მაშინ რიცხოვნულად ტოლია ამ წერტილში 10 წერტილში ფუნქციის წარმოებულისა. მაშინ ავკრიბოთ m. მაშინ აგერ გრაფიკზე ეს წერტილი აისახა და მოდი მისი თვისებები შევცვალოთ, მაშინ b წერტილი იყოს ისეთივე როგორც წარმოებულის ფუნქცია. მაშინ თვისებებში ჩავწეროთ, რომ b წერტილის ფერი იყოს თქვათ ლურჯი და თან თუ დააკვირდებით, აი აქ ესეთი ოპცია აჩვენოთ კვალი და მოდი ეს ოპციაც ჩავთვლით. რაც ნიშნავს ეს? თუ წერტილი გადაადგილდება, მაშინ ის მოძრაობის დროს დატოვებს კვალს. ეხლა ჩვენთან 10 წერტილი არის მიმდინარე წერტილი და მას აქვს თვისება, რომ მოახდინოს ანიმაცია, ესე იგი იმოძრაოს ეკრანს. მოდი დროებით ახლა გამოვთოთ ჩვენ რაც არ დაგვჭირდება, მაშინ ხების გამოვთოთ და ასახვა გამოვთოთ, თუმცა ხები არ არსებობს, ასახვა გამოვთოთ და ამ ფუნქციის ასახვად, m-ის მნიშვნელობის ასახვად გამოვთოთ, მაშინ დახრის კოეფიციენტი. მაშინ დავითოვოთ მხოლოდ a წერტილი და b წერტილი. მაშინ a წერტილი არის მიმდინარე წერტილი, რომელიც გაირბენს x მოცემული ფუნქციის ყველა მნიშვნელობას, ხოლო b წერტილი არის a წერტილში რიცხოვნულად წარმოებულის ტოლი. და მოახდინო ვამოძრავოთ ეს a წერტილი. შეგვიძლია ხელით ვამოძრავოთ, თუ გადავიდეთ მაშინ გადატანის რეჟიმში და ვამოძრავოთ ხელით. და რადგან b წერტილი კვალს ტოვებს, დატოვა კვალი. მოდი ანიმაცია მოვახდინოთ. მაშინ ჩავთვლოთ ანიმაცია, მაშინ მარჯვენა ღილაკს ვაჭერთ. იგივე შემიძლია აქ აი აქედან გავაკეთო a წერტილი და ანიმაციის ჩართვა. ჩავთვლოთ ანიმაცია და ვნახოთ რა მოხდება. მაშინ a წერტილი გაირბენს მაშინ ყველამის შესაძლო მნიშვნელობას და შესაბამისი ყავს დატოვებთ b წერტილი. ნუ გავაჩეროთ, აი და თუ დააკვირდებით, აი აქ გაჩნდა ღილაკი, რომელიც ბატონს საშუალებას ანიმაცია გავაჩეროთ. მაშინ ეს კვალი, მაშინ როგორც ადრეც გითხარით, არ არის საკმარისი ჩვენება შევცვალოთ, რომ კვალის მნიშვნელობა გაქრება. აი მაგალითად გადავიდეთ და სხვა გავზარდოთ, თქვათ, ან შევამციროთ და გავზარდეთ, ხო? კვალის მნიშვნელობა მაშინ გაქრა. მოდი ახლა ჩავთვლოთ ფუნქციის წარმოებულის მნიშვნელობა და კვლავ ჩავთვლოთ ანიმაცია. აგერ დავაჭიროთ აი ანიმაციის გაშვებას. მაშინ ის a წერტილი გაირბენს f ფუნქციის ყველა შესაძლო მნიშვნელობას და შესაბამისად b წერტილიც გაირბენს ამ მნიშვნელობას. გავაჩეროთ ახლა, მაშინ მართლაც ფუნქციის წარმოებული გეომეტრიული შინაარსი უკვე აგერ თვალნაცვლივ დავინახეთ. ახლა მოდი დროებით ეს წარმოებული გავთიშოთ, ავიღოთ მიმდინარე წერტილი, a წერტილი, მოვიყვანოთ ეკრანზე ეს a წერტილი გავაჩეროთ იმ მომენტში. აი ეს a წერტილი. b წერტილი დროებით გავთიშოთ მაშინ. ახლა
გავიხსენოთ ინტეგრალის გეომეტრიული მნიშვნელობა. მოდი ავიღოთ მაშინ A-წერტილიდან თან ვისწავლეთ ზოგიერთ პარამეტრებს, რომელიც ჯეოგეოგრაფია მოცემული. თქვათ A-წერტილიდან დავუშვათ პერპენდიკულარი x ღერძს. ამისათვის აი აქ არის სპეციალური ფუნქციები, აი მართობული წრფე. მართობული წრფის გასავლებლად უნდა მოვუნიშნოთ წერტილი და იწრფე, რომელიც მართობულიც გვინდა გავავლოთ. მაშინ მოვუნიშნეთ A წერტილი და x ღერძი. მაშინ გაიგო ხაზი B, რომლის განტოლება x უდრის 1.56. ნუ ამ შემთხვევაში. ეხლა ვიპოვოთ ამ წრფის, მართობული წრფის გადაკვეთის წერტილი x ღერძთან. ნუ უკვე პრინციპში ნაპოვნია, მაგრამ გრაფიკულად რო ავსახოთ, ამისათვის მოვახდინოთ მაგერ გვაქვს ესეთი ფუნქცია გადაკვეთე. დასაკეთებს მას მოვნიშნეთ ორი ობიექტი ან მათი გადაკვეთის წერტილი. ნუ ამ შემთხვევაში ობიექტები ჩვენ შემთხვევაში არის მართობული წრფე და x ღერძი. მაშინ მოვნიშნოთ მართობული წრფე და x ღერძი და მივიღეთ გადაკვეთის წერტილი c. ეხლა გავიხსენოთ მაშინ ესეთი OAC მრუწირული ტრაპეციის ან მრუწირული ობიექტის ფართობი, რომ ტოლი არის განსაზღვრული ინტეგრალისა შესაბამისი ფუნქციიდან საზღვრებში 0-დან c-მდე. მაშინ მოდი ვაპოვნინოთ ეს ჯეოგებრას ეს ფუნქცია, თუმცა ვიცით რომ მას ეს ფუნქცია აქვს. მაშინ რადგან ფუნქციებთან გვაქვს, მაშინ გადავიდეთ ისე ინგლისურ ჩვენებაზე. და აქ იქნება მაშინ ინტეგრალი ძალიან ბევრი მნიშვნელობით ალბათ. აგერი ბევრი ფუნქცია, მაგრამ tot დაუმატოთ მაშინ ინტეგრალი არის მაგერ განუსაზღვრელი ინტეგრალი აქ რომელიც ცვლადიდან აიღოს და ჩვენ გვინდა ესეთი განსაზღვრული ინტეგრალი ფუნქციიდან საწყისი მნიშვნელობა მოცემული და საბოლოო მნიშვნელობა მას საზღვრების. შევჩვით ეს ფუნქცია. მივუსვით მას რომელი ფუნქციიდან გვინდა ჩვენ ინტეგრალი გვინდა x ფუნქციიდან x კვადრატი მაშინ. ამიტომ დავწეროთ ამ ფუნქციის დასახელება არის f და საზღვრებში ნოლიდან და საბოლოო მნიშვნელობა არის მაშინ c წერტილი კი არის a წერტილის აფსისა. და ეს აფსისა როგორც ნახეთ მოიცემა ესე მაშინ x კოორდინატი a წერტილის. და აგერ აისახა კიდევაც ხომ? აი მნიშვნელობა მისი ტოლი არის, მაშინ აგერ c არის ეს ობიექტი ამ სახელწოდებით 1.27 მიასედი და მაშინ ესა ინტეგრალი მაშინ 0-დან x-მდე, ანუ 0-დან c-მდე აი ამ შესაბამისი ფუნქციიდან. ნუ შეგვიძლია მისი თვისება ცოტა შევცვალოთ, გავამოქოთ თქვა ცოტა უფრო. აი ესეთი იყოს თქვა. აი საგვარისია ეს ვამოძრავოთ. და აგერ შესაბამისი მნიშვნელობაც გვექნება. მოდი ახლა ავაგოთ, დროებით ახლა რაც არ დაგვჭირდება ის მები არ ავსახოთ ეკრანზე, მაგრამ არც B
და არც პრინციპში არც C არ დაგვჭირდება ახლა და არც ეს გადაგვეთის წერტილი. და ავაგოთ ვიცით რა რომ აი C პატარა არის A წერტილში ინტეგრალის მნიშვნელობა. შესაბამის ფართობის ტოლია ავაგოთ ესეთი წერტილი რომლის აფსისა იქნება A წერტილის x კოორდინატა ხოლო ორდინატა იქნება ამ წერტილში ინტეგრალის მნიშვნელობა. ესე იგი ავაგოთ წერტილი რომლის აფსისა იქნება მას A წერტილის x კოორდინატი ხოლო ორდინატა იქნება მაშინ ამ A წერტილში შესაბამისი ფართობისა და ჩვენ შემთხვევაში ის ტოლია აგერ პატარა C-ს, აი რომ ჩავთვით. აგერ მაშინ როგორც ვიცით, მაშინ აი ფართობი რიცხობრივი ტოლია ინტეგრალისა 0-დან ამდე შესაბამისი ფუნქციიდან. მაშინ ორდინატად მივუთითოთ C. მივიღებთ რაღაცა წერტილს, ალბათ იმედია გამოჩნდება ეკრანზე. სახელი მიანიჭეთ D-ს და მოდი მისი თვისება შევცვალოთ ისე, რომ ფერი იყოს წითელი და თან დატოვოს კვალი. და ანალოგიურად წინა შემთხვევისა ვამოძრავოთ A წერტილი, მიმდინარე წერტილი, ჩავთვით ანიმაცია. დაგვაუწყდა ქართულზე გადმოსვლა, მაშინ გადმოვიდეთ ქართულზე და ჩავთვით მას A წერტილის ანიმაცია. თან D წერტილის კვალი ჩართულია. აი წავიდა A წერტილი მოძრაობს და შესაბამისი კვალი სტოვებს D წერტილი. ეს გაგრძელდება ასე გამეორებით. შევაჩეროთ ჯერ გამოჩნდეს A წერტილი მაშინ. გავაჩეროთ. მაშინ გასაგებია ხო? ეხლა თუ გავამოძრავებთ ამას, მაშინ როგორც გითხარით მხარად არ არის ეკრანზე დაფიქსირებული, საკმარისია ჩვენება შევცვალოთ რომ გაქრება. მაგრამ ჩავთვლით ინტეგრალის მნიშვნელობა, ცხადია, აი მივიღეთ ეს მრუდი. მართლაც აბა კიდე გავატაროთ მაშინ. ჩავთვლით ანიმაცია და გაყვება ცხადია ის წერტილები ამ წერტილს. მოდი ჩავთვლით წარმოებულის შემთხვევა, როგორც მახსოვს ეს იყო B წერტილი. აგერ წარმოებულიც გვაქვს და ინტეგრალიც მაშინ ერთ გრაფიკს. მაგრამ ჩავთვლით წარმოებულის მნიშვნელობაც და როგორც კი გამოჩნდება ეს გავაჩეროთ. მაშინ მივიღეთ აგერ ესეთი შემთხვევა. მაშინ B წერტილი გაყვება წარმოებულს, ხოლო D წერტილი გაყვება ინტეგრალის მნიშვნელობას. აი ეს არის მაშინ ინტერპრეტაცია ჯეოჯებრას მეშვეობით წარმოებულისა და ინტეგრალის გეომეტრიული შინაარსისა. თქვენ შეგიძლიათ მაშინ ივარჯიშოთ და ცვალოთ ფუნქციები და დააკვირდეთ. აი მაგალითად საწყისი ფუნქცია იყოს არა x კვადრატი, არამედ იყოს კოსინუსი. ოღონდ აქ ერთი ოღონდ არის, ჩვენ აქ პირდაპირ ჩავწერეთ ფუნქციის მნიშვნელობა. მოდი შევცვალოთ ისევ მას x-ი იყოს ინტეგრალი მოდი ქართულად დავწეროთ. ნახოთ აბა თუ არ ინტეგრალი ჩხილებში f ფუნქციიდან
სწორად დაგვიწერია, მაშ ქართულადაც მუშაობს, იმიტომ რომ აქ ჩამონათვალში იქნება ყველა ბრძანებაში იქნება სადღაც ინტეგრალი. აგერ ინტეგრალი. აი ჩვენ ავკრიფეთ ახლა ეს ბრძანება ინტეგრალი ფუნქციიდან. მაგრამ არ გამოჩნდა 200 ვავკრიფეთ ინ და ფუნქცია არ გამოჩნდა. ის ჩნდება მხოლოდ შეტანის ველში მუშაობისას. აქ უშუალოდ შეცვლისას არ. მოდი ახლა f ფუნქციის მნიშვნელობა შევცვალოთ და დავწეროთ თქვათ cos x. Cosinus x. აი ყველაფერი შეიცვალა. გავთიშოთ ეს ფუნქციები, წარმოებულისა და ინტეგრალის. բայց კოსინუსის ფუნქციის გრაფიკი არის ესეთი. წარმოებული, როგორც მოგეხსენებათ, არის მინუს სინუს x-ი, ხოლო ინტეგრალი კოსინუს x-დან არის მაშ სინუს x. ცხადია, დედა ბ-წერტილების მნიშვნელობა არის იგივე და მოვახსენოთ მაშ აწერტილის ანიმაცია და ვნახოთ, ცხადია ისინი აღწერენ მას შესაბამის ფუნქციებს. წარმოებულისა და ინტეგრალის. გავაჩეროთ და ცხადია მოკლედ. გავაჩეროთ მაშ. აი ჩავთვალოთ ფუნქციის მნიშვნელობა და მოვახსენოთ ანიმაცია მაშ. აგერ მივიღეთ ესეთი სურათი. მე მგონი გასაგებია ნაცვლად ჩანს მაშ ყველაფერი. ნახეთ რომ მაშ კოსინუსის წარმოებული არის მინუს სინუს x-ი და სინუს x. ყველა ეს ფუნქცია თითქმის ერთი და იგივე ფაზებში არის წანაცვლება. ეს რო წავანაცვლოთ ფაზით, ერთი ფუნქცია დაემთხვევა მეორეს. ეს ახლა ჩვენი გარჩევის თემა არ არის დღეს და აი ამით დაგემშვიდობებით. მე მგონი მაშინ რაღაცეები, რაღაც ელემენტები ჯეოჯებრასი ავიჩვისეთ. ახლა დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.